გამარჯობა. დღეს 11 თებერვალია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1983 წლის 11 თებერვალს დაიბადა ნიდერლანდელი ფეხბურთელი რაფაელ ვან დერ ვაარტი. მან ითამაშა ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორებიც არის აიაქსი, ჰამბურგი, მადრიდის რეალი და ტოტენჰემი. 1857 წლის 11 თებერვალს დაიბადა ამერიკელი მეწარმე და გამომგონებელი ტომას ედისონი. ის არის ერთ-ერთი უდიდესი გამომგონებელი. მის სახელზე არის 1000-ზე მეტი პატენტი რეგისტრირებული. 1926 წლის 11 თებერვალს დაიბადა კანადელი მსახიობი და კომიკოსი ლესლი ნილსენი. იგი გადაღებულია 100-ზე მეტ ფილმსა და 1500-ზე მეტ ტელეგადაცემაში. 1926 წლის 11 თებერვალს დაიბადა ფრანგი შეფმზარეული და რესტორატორი პოლ ბოკუზი. 1972 წლის 11 თებერვალს დაიბადა ინგლისელი ფეხბურთელი სტივ მაკმანამანი. მან ითამაშა ისეთ დიდ გუნდებში, როგორებიც არის ლივერპული, მადრიდის რეალი და მანჩესტერ სიტი. 1936 წლის 11 თებერვალს დაიბადა ამერიკელი მსახიობი ბარტ რეინოლდსი. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვარსკვლავი ჰოლივუდში 1970-იან წლებში. მას აქვს მოგებული 2 ოქროს გლობუსი და 1 ემის ჯილდო. 1982 წლის 11 თებერვალს დაიბადა ავსტრალიელი სნუკერისტი ნილ რობერტსონი. მან კარიერის განმავლობაში არაერთი ტიტული მოიპოვა. მისი ყველაზე გამორჩეული მიღწევა არის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვება 2010 წელს. 1991 წლის 11 თებერვალს დაიბადა მონტენეგროელი კალათბურთელი ნიკოლა მიროტიჩი. მან პროფესიონალური კარიერა დაიწყო ესპანეთის გუნდ რეალ მადრიდში 2008 წელს. მიროტიჩი 2014 წელს გადავიდა NBA-ში და შეუერთდა ჩიკაგო ბულს, სადაც საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი განსაკუთრებით შორის დისტანციიდან სროლაში. 1976 წლის 11 თებერვალს დაიბადა პორტუგალიელი ფეხბურთელი რიკარდუ პერეირა. 1895 წლის 11 თებერვალს დაიბადა პირველი ქართველი მთასვლელი ქალი ალექსანდრა ჯაფარიძე. ის არის ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მას შესრულებული აქვს 100-მდე სპორტული ასვლა კავკასიონის მწვერვალზე. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.